აბა მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბერებო. კეთილი იყოს თქვენი ჩემთან, ჩემს არხზე შემოგზანება. ასე მოგესალმებით. ესე ჩემკარგება. მომხერალით ასებით. და მოკლედ, ეხლა იყო შემოვიდა ესეთი კითხვა. ესე იგი ეს ადამიანიო აპირებს თუ არაო, გამოჩენასო, სად არისო, დაიკარგაო, მოკლედ. ბევრი იყო ასეთი შეკითხვები. ანუ პირველ რიგში მადლობა შემოგზავნებისთვის, ყურებისთვის, თქვენი კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის. მადლობა ვინც პირადში მწერთ, მიკავშირდებით, უდიდესი მადლობა ნდობისთვის. მე მადლობებს რომ მწერთ ამისთვისაც და ყველაფრისთვის მოკლედ. და ნახოთ ახლა აბა თქვენთვის საინტერესო ადამიანი ჩაიფიქრეთ და თუ აპირებს საერთოდ ეს ადამიანი გამოჩენას, ანუ ვინც დაიკარგა, ვინც ესე შეიძლება გაუაზრებლად არანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ანუ აღარ ჩანს, ხო? და უბრალოდ ვერ გაიგეთ რა ხდება, აბა ნახოთ თუ არის ესეთ სიტუაცია და თუ ხართ ასეთ მდგომარეობაში და გაინტერესებთ ადამიანი, რას ფიქრობს, რას გრძნობს, რა მდგომარეობაშია. რა მდგომარეობაშია. პირველ რიგში გაინტერესებთ მდგომარეობა, ხო? ხო, და ნახოთ აბა რა მდგომარეობაშია ეს ადამიანი. სიგნიფიკატორს ამოვიღებ, რას ფიქრობს, რას გრძნობს, რა ხდება მასთან. ანუ ამოდის რომ ოჯახშია, ოჯახის კარტი ამოდის, ეხლა დაოჯახებულია თუ არ არის დაოჯახებული, მთლიანობაში ესე იკითხება, რომ ოჯახში ეხლა ოჯახი ყველას ხავს, ხო? ნახოთ აბა ვინ არის. რეორგანიზაცია ამოსდის, საქმეები ამოსდის, გეგმები, რაღაც გეგმავს, რაღაცას აკეთებს, ну მოკლედ საქმიან სფეროშია. ეხლა ამ წუთას ჩაბმული, აქტიურად არის, მაგრამ აქ ამოდის ტყუილი. რაღაცა ბოლომდე გულახდილ ეს ადამიანი არ არის, იმიტომ რომ ამოდის გაქცევის კარტი, გაქცევა პასუხისმგებლობიდან პირველ რიგში გაქცევა აი ადამიანი რომელიც თავის საქციელს, თავის მოქმედებას, ხო, ანუ გაურბის, ან ცხვენია, ან რაღაცნაირად მოვიდა გონს და მიხვდა რომ ანუ არასწორი იყო. მაგრამ უფრო პასუხისმგებლობას და სტაბილურობას ურთიერთობისას გაურბის. მაშინ ნახოთ რატომ. პრინციპულობა აკლია ამ ადამიანს. აკლია პრინციპულობა, აკლია გადაწყვეტილების მიღების უნარი, ოღონდ ეს პირადზე აისახება ჯერჯერობით, იმიტომ რომ აქ საქმე და ბიზნეს არ ხება. ეს არის პირადზე, იმიტომ რომ აქ მაჩვენებენ წარსულ, ესე ვთქვათ, გულგაცრუებას პირად ცხოვრებაში. წარსულ ურთიერთობებიდან გამომდინარე გამოცდილება აქ მიღებული ისეთი, რომ რა ვიცი, გაამწარეს თუ რა მოხდა და ამის გამო გაურბის პასუხისმგებლობას ეხლა ყოველ შემთხვევაში რომ კონდეს რაღაც სერიოზული ურთიერთობა. მაშინ ეხლა თქვენ ვინც უყურებთ, ანუ თქვენთან მიმართებაში რას გრძნობს ეს ადამიანი სინამდვილეში. გავიგეთ, ხო, ზოგადად მისი მოქმედება. ან ყველანაირად ჩართულია ბიზნეს სფეროში, საქმეში და ეხლა პირადით, ანუ არ უნდა რომ დაიკავოს თავი, იმიტომ რომ მისთვის პრიორიტეტულია საქმე, ბიზნესი, სამსახური, კარიერა, ფულის კეთება და ასე შემდეგ, ხო? ეს მომენტიც არის. მაგრამ თქვენთან მიმართებაში რას ფიქრობს?
50-50, ანუ აქ ამოდის არა, კონფლიქტი რატოა? ვერ გავიგე. მოკლედ, ეხლა გავაანალიზოთ ეს ყველაფერი და აი როგორი მომენტია. თავიდან იყო ყველაფერი ანუ ესე, რომ რასაც მე გავცემ, შენგანაც იმას ვიღებ, ანუ სამყაროს კანონივით რა. Change-ის კარტი. ესე ვეძახი, ანუ ენერგეტიკულად დედამიწაზე არის ესეთი ენერგია, რომ შენ რაღაცას გასცემ, იქიდანაც სანაცვლოს იღებ. ეს არის სამყაროს კანონი. ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, ვშრომობთ, სიტყვაზე ვიძახი, მუშაობთ და იქიდან, ავტომატურად ვიღებთ ხო ანაზღაურებას. აი ესეთი მომენტია, ოღონ ყველაფერში იგულისხმება ეს, მარტო სამსახურზე და ფულზე არა, ურთიერთობებშიც. პირად ადამიანებთან მიმართებაშიც, ხო? როგორც იგივე ჩვენი ანდაზა, რასაც გასცემ შენიაო. ანუ შენ გასცემ ნეგატივს, მოგიბრუნდება ნეგატივი. შენ გასცემ სიკეთეს, მადლიერებას, სიყვარულს, მოგიბრუნდება, სიკეთე და მადლიერება და სიყვარული. ეხლა აი აქ კონფლიქტური კარტია. ეს კონფლიქტური კარტი არის მიმანიშნებელი იმაზე, რომ არასწორი ენერგიების გადაცემა თუ მიღება, მიმღებლობა თუ გაცემას ჰქონდა ადგილი, ან თქვენი მხრიდან, უფრო თქვენი მხრიდან, ანუ მეც აძლევდით და არ გიბრუნებდათ ის. ეხლა ვერ ვიტყვი რომ იმის მხრიდან, იმიტომ რომ კონფლიქტი არის უფრო თქვენში, თქვენ ხართ, აქ უფრო ნაკლებში, ასე ვთქვათ, ვიდრე ის. და კიდე რისი თქმა მინდა, თვითონ კონფლიქტური სიტუაცია აქ მუშაობს, ანუ თავიდანვე ამოვიდა რეორგანიზაციის კარტი, გეგმების, პროექტების რაღაც, ხო? ადამიანი რომ რაღაც სამომავლოდ გეგმავს და თუნდაც რომ გამოცდა გაგდა, რომ უნდა, ასე ვთქვათ, მოემზადო, ხო, გამოცდისთვის. ხო და აქაც იგივეა, თითქოს ხელი ეშლება. ეხლა, ანუ ენერგიაც რა არის, ნახეთ? ყველას ინდივიდუალური ენერგია გვაქვს, ანუ ეს მარტო ფიზიკური ენერგია არ არის, აქ არის სხვა ღვთიურ ენერგიაზეა საუბარი. ხო და ყველა ადამიანს აქ აკუმულირებს თავის მეგაჰერცზე და იმის ზემოთ, იმის მაღლა არის რაღაცა მონაკვეთი, რომ არ შეუძლია, ხო? ხო და ეს ენერგია რომ ყველას გვაქვს ჩვენი, ანუ ხო? ყველა სხვადასხვანაირი და ინდივიდუალური. შენ რომ იმაზე მეცდებ რაღაცაში. ხო, მე აღარ ყოფნის არასწორი ენერგიების გადანაწილება. თავიდანვე ეს კარტი ამოვიდა, რაც მიმანიშნებელია იმის, რომ ეხლა მე ვხსნი, ეს არის ფიზიკის კანონი და თან ეხება ჩვენ დედამიწის ენერგეტიკულ მდგომარეობას. შენ არასწორად დებ ენერგიას, ვთქვათ. ეხლა აი მაგალითად მე ვიცი ხო, ჩემი რესურსი ენერგიის რამდენი მაქვს. და ვთქვათ, ვანაწილებ ოჯახზე, სიტყვაზე ვიძახი, საყვარელ ადამიანზე და ჩემ, ვთქვათ, საქმიანობაზე, რაც მიყვარს, ხო? და იმას ვაკეთებ. მე რო ეხლა ამაზე მეტი გავაკეთო და გავცე, ნახე, მაშინ ხო უნდა განაწილდეს ეს ენერგია და დააკლდება ან ჩემ შვილებს, ან ჩემ საყვარელ ადამიანს, ან ჩემ საქმეს, რომელიც მიყვარს. ანუ ერთია რომ შეიძლება დრო გამოვნახო, მაგრამ მეორეა რომ ენერგია აღარ მეყოფა, როგორც მენტალური, ფიზიკური, სულიერი, რომ იმ საქმეში ჩავდო. და ეს გადანაწილება უნდა ხდებოდეს ისე, რომ ანუ იქიდან მერე უნდა ღებულობდე ხო რაღაცას და შენ როცა აკლებ შენ საყვარელ ადამიანს, სიტყვაზე ვიძახი, შენ საქმეს, ბიზნესს, ხო? იქიდან მერე გარკვეული ის, რასაც შენ ელოდები, შედეგი იმას ვეღარ დადებ იმ შედეგს, ხო? თქვათ, ამ ადამიანმა აირჩია ახლა ფინანსური მატერიალური საკითხი, კარიერა, ბიზნესი, პროექტი, რაღაც, ხო? ინოვაცია, სიტყვაზე ვიძახი და მთელი ენერგია
გადაწყვიტა რომ ჩადოს ამაში, რატომ? რომ მაქსიმალურად აიღოს აქედან მეტი. ანუ სექსუალური ენერგია არის ძალიან დიდი ენერგია, რომელიც ხარჯავს ძალიან დიდ ენერგიას. ესეა მიჩნეული, ჩემი ნათქვამი არ არის, მეცნიერულად გამოთვლილია. და როცა შენ უარს ამბობ რაღაც პერიოდი, ხო არის მარხვები, როცა ვთქვათ, იგივე იმ პერიოდში რომ არ უნდა გქონდეს, ხო, ინტიმი. ანუ შენ როცა უარს ამბობ სექსუალურ ვთქვათ, აქტივობაზე, ხო? და ამ ენერგიას, ამ სექსუალურ ენერგიას, რაღაც პროექტში, რაღაც იდეაში, რაღაც ბიზნესში, საქმიანობაში დებ, აი მაშინ ხო მოდის მაქსიმალური იქიდან ძალიან კარგი წარმატებული, ასე ვთქვათ, შედეგი იდება. ეს ჩემი მოგონილი და ნათქვამი არ არის. ამაზე არიან გარკვეული და პროფესიონალი ფიზიკოსები, მეტაფიზიკოსები, ეზოთერიკოსები, ენერგოთერაპევტები და იმათ ბევრად კარგად იციან ეს ეხლა რასაც მე ვხსნი თქვენთვის გასაგებენაზე. ამიტომ ეხლა ბევრი რო არ გავაგრძელო და შემიძლია ბევრი ვისაუბრო, მაგრამ ვიცი რომ არ გინდათ ჩემი ბევრი საუბარი. აქ ხდება ესეთი მომენტი, რომ აქ კონფლიქტური მდგომარეობა, რადგან მონდომება აქვს, სექსუალური ენერგიის მონდომება აქვს, რა თქმა უნდა, არ არის ხა იმპოტენტი, მაგრამ იმიტომ რომ საქმე სჭირდება, ბიზნეს სჭირდება, რაღაც ანუ გაქცევა, რატო ამოვიდა, ხო, შემეშინდა მეთქი ეს რა არის, რას მირბის ეს კაცი. როდებს თავის სამსახურში, თავის პროექტში, იდეაში, რა ვიცი. და უნდა მერე რომ ამით აივსოს. ანუ გესმის და ამიტომ დროებითი პაუზა ქვია ეხლა ამ სიტუაციას. მაშინ ეხლა გავარკვიეთ ხო ეს ყველაფერი. ნახოთ აბა თუ გამოჩდება ამ ყველაფრის შემდეგ. აქ სამ პერიოდს მაჩვენებენ. ეხლა არ მგონია 3 თვე ისე იყოს, მაგრამ სამი კვირა. აი თუ გამოჩდება ამ ყველაფრის მერე, ხო? კი, აი სამი პერიოდი ამოდის და მოლოდინის კარტი ამოდის და გახსენება, ანუ წარსულის სიყვარული, ანუ ამ შემთხვევაში თქვენ დაგიბრუნდებათ. ანუ გამოჩდება რა, მოკლედ დაგეკონტაქტებათ, ადროვეთ აცალეთ. ანუ თვითონ აქ აღებული ესეთი გადაწყვეტილება. ეხლა მე არ ვიცი ამ ადამიანმა რამდენად გარკვეული ეზოთერიაში და ამ სისტემაში მე რასაც ვხსნი, სამეცნიერო თვალსაზრისით ახსენი ენერგეტიკა, მაგრამ საერთოდაც ხო თქვენც რომ იცოდეთ, ხო? როცა ძალიან ბევრ რაღაცას ეჭიდები ადამიანი, ხო? იქიდან შენ იმ მაქსიმალურ ვთქვათ, სარგებელს ხო იმ სიტუაციიდან ვერ ღებულობ, იმიტომ რომ ეს ენერგიები, ანუ ნახე, უნდა გადანაწილდეს თანმიმდევრულად. ანუ უნდა გეყოთ ენერგია იმისთვისაც, თუ რაღაცა ერთი გინდა, ხო, ვთქვათ, პროექტი, რაღაცა კარიერა, სიტყვაზე ვიცახე, ან სამომავლო რაღაც გეგმა, ხო? მაშინ იმ რაღაცეებზე, იგივე გართობებზე, ტანცი-მანცი, რა ვიცი, რა ქვია, წავალ ხე დაქალებთან დავჭდები ყავაზე და ანუ ის 2 საათი რომ ისე იჭორავებ ტყუილად, ანუ ამ დროსაც რომ უკ მეტყველებაში რომ იტყვიან, ხო? ანუ შედეგი არ ექნება რა. ეხლა კი ზოგჯერ გვინდა ადამიანს იქ წასვლაც გვინდა, ბუნებაში დაждომაც გვინდა, სიტყვაზე ვიცხი, პიკნიკიც გვინდა, ყველაფერი, მაგრამ როცა შენ გაქვს წინ პროექტი, კარიერა და მიზანმიმართულად გინდა რომ რაღაც მაქსიმალური შედეგი, კარგი შედეგი მიიღო იქიდან, მაშინ მთელი შენი ენერგია უნდა ჩადო ამაში. აკუმულირება ხდება, ხო? და ის უკვე პარტნიორი და ფლირტი და ვაიმე და უიმე და რაღაცეები, ანუ უკვე
არა, იმიტომ რომ თუ შენ ამ ყველაფერთან ერთად იმასაც იზავ, ხო? მაშინ არ გეყოფა იმისთვის მთელი ეს ენერგია და ის შედეგი არ დაიდება, რაც გინდა, წარმატებით და კარგად ვერ მიიღებ იმას რა. ხო და აი ეს ენერგიების მართვა სწორად არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ამას სპეციალურად ასწავლიან, არის რაღაც სპეციალური სკოლები, არ ვიცი საქართველოში თუა, მაგრამ ხდება ამის, შესწავლაც, როგორ, ესე იგი, მართო ჩემი ფიზიკური, მენტალური და სულიერი, ხო, ამ შემთხვევაში ენერგია, რომ გადავანაწილო ისე, რომ, თქვათ, იმ საქმეში ჩავდო, თქვათ, პირად ცხოვრებაშიც, პირად პარტნიორთან, შვილებთან თუ შვილები გყავს და ასე შემდეგ, რომ არავის არ მოაკლო. აი ეს მომენტია ეხლა აქ, ასე რომ გამოჩნდება. რა ვიცი, თუ მოგეწონათ, მოკლედ ჩართვით ეს იყო. და მაინც რჩევას მოგცემდით თქვენ, ეხლა ვინც უყურებთ ამ ვიდეოს და ხართ კიდე აქ ჩემთან, რჩევა თქვენთვის, აბა, რას გირჩევდათ კარტი. რჩევა არის ესეთი, დრო გაატარეთ და დატკბით ცხოვრებით. აიღეთ პოზიტიური ენერგია ცხოვრებიდან, გიხაროდეთ ცხოვრება, გიხაროდეთ, იმიტომ რომ დააფასეთ. ბევრ ადამიანს არ აქვს ის, რაც გაქვთ თქვენ. გაზაგებია, შეიძლება თქვენ არ გაქვთ, რაც თქვათ აქვს იმ სხვას, მაგრამ ეხლა ამ მომენტში, ამ აწყოდროში, რაც გაქვთ, ისიც დასაფასებელია. ამიტომ მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, დაატკბით, იხალისეთ, დრო გაატარეთ და იბედნიერეთ. აი ეს არის თქვენთვის რჩევა სამყაროდან და თუ მოგეწონოთ, დამილაიქეთ და აბა თქვენც ბედნიერ დღეს გისურვებთ. ტარამ!